შიდა ქართლის პოლიციამ განზრახმლობის ფაქტიც ხელკვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძებით ადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირზნეში მცხოვრებს მისავე საცხოვრებელ სახლში კონფლიქტის ნიადაგზე ცივი არაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 3-4 ჭრილობა გულის არეში აქვს და ყელიც გამოჭრილია აქვს. ეგრე გავიგე, ეგრე სასწრაფო რომ მოვიდა უკვე გარდაცვლილი იყო. კი, სასწრაფო რომ მოვიდა უკვე დაღუპული იყო. პოლიციას დაურეკა თვითონა და ეტყობა პოლიცია რო წამოვიდა, სასწრაფოს მოყვა და ორივენი ერთად მოვიდნენ. და ეგრე ამ დილით გავიგე რომ აი შოკში ჩავარდი მოკლედ რომ ლელა და მოკლა თავის მეგობარი ყავდა იმანა. სხვა არაფერი არ ვიცი. რამდენჯერ და რა ვიცი ორჯერ აქვს დარწმუნულია იძახიან და არც გადავსულ ვარ არ მინახია. პოლიციამ როგორ შეიტყვა ამის შესახებ? თვითონ იმ ბიჭს დაურეკია. დრო მოკლა კარები ჩაკეტა და წავიდა. გასაღები იქ დაუდია დაბლა და რომ ისულა და გამოუცხადებია მოვკალი ლელაო და მოვიდა სასწრაფო მეზობლემ არც კი იცოდნენ. გაისაქნეს გაოგნებულები იყვნენ და გარეკეს მე გასაღებს ვერ აპოულობდნენ და იქ დავდეო თქვია დაჭერილი ყავდათ უკვე და გააღეს და ნახეს გუბეში იწვა სულო თურმე.